მე მეგონა დაიწყებდა, მაგრამ აბა ჩვენი საყვარელი სასმელის დეგუსტაცია კი არა და მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში არ ვიცი რა სიხშირით და რა მონაცვლეობით, მაგრამ ჩვენგან ბურბონების ატანა მოგიწევთ. ან ჩვენ მოგიწევს ბურბონების ატანა. ეხლა ცოტა ბოდიში მომითხოვია რა. საკუთარ თავს ვეუბნები პირველ რიგში ისეთი ბურბონები გვიდევს აქ წინ რომ აი რაღაცა ბურბონს დაცინვა. ძალიან ძვირფასი ბურბონები, ბლენტონსის ბურბონების განხილვა გვექნება დღეს. კი ბატონო, თან ისეთი გოლდის ესეთია რა. ხო და საერთოდაც ეხა რატო დავიწყეთ ესე, იმიტომ რომ ვინც ვიყურებთ ყველა მიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ვინმე უსვათ დაიბენით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ძალიან სვეცკის სნობი, ვისკის, სკოჩი რაღაც ტიპები და აი ბურბონებზე აცრა გვაქვს რა, ეგეთები ვართ რა. არა, ხუმრობ არ ვარ კაცო, მე სამყაროა დილის სიამოვნები ჭავის ვისკის მით უმეტეს. მაგრამ მაინც გინდა არ გინდა აი ესე გულის სიღრმეში, ამას არ ვამბობთ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ან ცოტა რომ შევზარხოშტებით ხოლმე, კბილს გავკრავთ ხოლმე, თუ როგორი ყველა ბურბონი ერთნაირია და ყველა გამოიყენება პარკეტის გასაწმენდად აცეტონის სუნით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ლაკი, ხო აცეტონი ლაკი. აქ ეს წითელი კი არა და ლურჯი სიმსიმებს ხო თუ არ? კი, სიმსიმებს. სიმსიმებს არა, ანთია. ხო, ანთია. კაი, მოდი მოვყვეთ 1-2 სიტყვით ბლანტონსის ბურბონის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ძვირფასი, სვეცკი და იშვიათი ბურბონი არის მსოფლიოში. ძალიან ლიმიტირებულად გამოდის და არ იშოვება ესე მარტივად მაღაზიებში. ფასები იწყება ყველაზე ისეთი დაბალი კლასის, კორეინში ყველაზე დაბალი კლასის რაც აქვთ, 60 ევროდან იწყება მისი ფასი და ადის 200-300 ევროზეც თითო ბოთლის ფასი. არის რო? ანუ 60 ევროს ვიყიდი? ხო, ევროპულ მაღაზიაში. არ ვიცი იყიდით თუ არა, მაგრამ ნუ აი რო შეხვიდე ვისკი ბეიზებზე და ასე შემდეგ, იქ მოკლედ 60 ევროდან ზემოთ არის ყველაზე სუსტი ბლანტონსის ფასი. თვითონ ბლანტონსის დისტილერია ცოტა უცნაური ჩახლართული ამბავი არის, ეკუთვნის იაპონურ კორპორაციას, ეს არის Age International, ესეთი უცნაური სახელიანი კორპორაცია, მაგრამ უბრალოდ კუთვნილებაში არის რა ამ კომპანიის და ჩამოსხმასაც და მარკეტინგსაც ამ ბლანტონსის აკეთებს საზერაკი. ხო, საზერაკის კომპანია. აი ესეთი რაღაც განაწილებული აქვს რა, მოკლედ ჩემი იყოს, მაგრამ შენ მიხედეო რა, ეგეთი რაღაცა. კენტუკიში ისხმება, რა თქმა უნდა, კენტუკიში არის დისტილერია. რაც შეეხება მის core range-ს, სულ 4 სახეობის ბურბონს უშვებს. პირველი არის უბრალოდ ბურბონ რეზერვი, ესე ქვია, რომელიც არაფერი გამორჩეული, ეს არის აქ როგორ დგას? არა, ეგ არ გვაქვს ჩვენ. ეგ არის ჩვეულებრივი რეზერვი, რომელიც არის 46 გრადუსი თუ არ ვცდები და არის საწყისი core range-ის. შემდეგ არის single barrel-ი. აი ეს არის ჩვენი single barrel-ი, რომელსაც დღეს გავსინჯავთ. ანუ ჩვენ ცოტა ისეთი ძვირადღაც გვაქვს. კი, 46.5 გრადუსით მეტი არის. უბრალოდ, ნუ ერთი კასრიდან არის ჩამოსხმული და ნუ უფრო პრემიუმად ითვლება ხოლმე ყოველთვის ვისკი და ბურბონი. თუმცა ერთი კასრიდან არის ჩამოსხმული. შემდეგ მესამე არის კასრის სიძლიერის barrel proof-ი, ესეთი ვერსია, ანუ ეგეც single barrel-ი არის, ოღონდ უკვე კასრის სიძლიერის ვერსია და მეოთხე ყველაზე პრემიუმი core range-ი, თორე კიდე აქვს მე ზემოთ რაღაცა ასაკიანები უკვე. ყველაზე პრემიუმი core range-ი არის აი ეს Gold-ი. ხო, რომელიც თან არის კასრის სიძლიერის, ეს კონკრეტული ბოთლი არის 51.5 გრადუსი და პლუს ნუ აწერია რომ განსაკუთრებით hand selected, ანუ ხელით შერჩეული კასრი და ასე შემდეგ. ეს 46.5-ია. ხო, გვერდით რომ ვიცოდეთ მაინც. ხო, ეს რაც შეეხება თვითონ ბოთლებს. ეხლა თავსახურები აქვს კიდე ძალიან გამორჩეული, ცალკე თავსახურების კოლექციონერები ყავს ამ ბლანტონს რა. ამ თავსახურებზე ეს ცხენიანი კასი რო ახატია. აი ეს ცხენის უკანა ფეხთან არის 100. ეს არის მაგალითად ენი, 100 ენი და შეგიძლიათ შეკრათ ბლანტონსის სიტყვა ამ 100-ებით, ამ თავსახურებით და პლუს ამ სიტყვას რო შეკრავთ, მიიღებთ ამ ცხენის მორბენალ კადრს. ესეთი რაღაცა მოკლედ მაიმუნობა რა. ხო. ეხლა მე ჩემი ისამ გადაგაცადდა. ხო, არ მიდი. ამ ბლანტონსი იყო საქართველოში, შემოტანილი ოფიციალურად იყიდებოდა ალკორიუმის ქსელში, ვისკი ჰაუსში. წლების წინ და ეს წლების წინ ხდება მაშინ როცა მე მგონია ჯგუფი არ არსებობდა, მე ყოველ შემთხვევაში ამ ჯგუფში არ ვიყავდი, არ არსებობდა. ხო, ალბათ, ხო. მეც აი ჰანა დაწყებული მქონდა რა ვისკის გაცნობის პერიოდი ძალიან დიდი ხნის წინანდელ ამბავს ყვები
და ალბათ არ მახსოვს რომელი ალბათ ის პირველი რომელიც თქვი ყველაზე იაფიანი ვერსია თბილისში იყიდებოდა 80 ლარად ან 85 ლარი. ზუსტად მახსოვს ფასი და ერთ მშვენიერ დღეს აი ეხლა ხანს უკვე რომ ვიცი რომ 100 ევროს ცდება და 400 ევრომდე ადის ამის ფასები და რაღაცა ეს ანტონსი ბურბონი და რაღაცა და აუ ნეტა გამასინჯა ვიღაცები შემგარშე მოიძახიან და ნეტა ასეთი რა აუ რა მაგარი იქნება და დიდი თასში აკვარიუმები თასში ყრიდი ხოლმე დიდი ხანი რაღაც საინტერესო საცობებს რა და ეს გაივსო თუ რაღაცა და მე რაღაცას გადმოყარე გადავარჩიე და დამლაგებელი მეუბნება ის რა კარგი თავსახური არის რაღაცას მეხმარებოდა გადარჩევაში და მოდი რა წავიღებო ერთ წელს რამდენიმე გაქო ჩავხედე 3 წელი იყო ესეთი ოღონდ გოლდი არა სამი ბოთლი გამოცრილი მაქვს სახში და საერთოდ 80 ლარად და არც გახსოვს როგორი მე ვახ მეთქი და ხალხი ოცნებობს 100 ლარა 100 ევროზე მეტი როგის ვერ ვსინჯავთ და რაღაცა ესეთი ამბავი დამემართა ნახოთ აბა აი ბურბონი თუ ბურბონი ეს არის რა ვიცი ხა ამაზე კარგი ბურბონი ისე რაჭიქები გიდგას ეგეც გითხარი ერთ ორ ესეთი აუ ეგ დამავიწყდა თავში უნდა მეთქვა ესე იგი ლევანს კონფისკაცია გავუკეთეთ დაუნტვრია ყველა კოპიტა რაც ქონდა ეს ხუმრობით სპეციალურად მოვითხოვე გლენქერინები და ძალიან ბევრი ცინა ვიდეოს დაწყებამდე. იმიტომ რომ აი ეხლა როგორც დავიწყე არ დამაწყებინოთ ეხლა დავიდა. ჩემამ ტერმა დასუნა ამას კოპიტაში რა. მართლა აცეტონის უნდა წამოვა და ჯობია. არა მართლა ჯობია რა. რაღაცა ვისკებისთვის ეს ჭიქა ჯობია. იმის სიმძაფრე, ცხვირის სიმძაფრე, სადაც სპირტი ცოტა უფრო დომინირებს, მე გემოებს ვეღარ იგებ ცხვირის რეცეპტორებით და ჯობია ეს ჭიქა აიღო და საერთოდაც არსებობს ვისკები, რომლებიც ვისაც აი ეს დამპლერიც. ჯობია ამით დალიო. ეგეთებიც არსებობს, ამას არ ვაკადრებ, ეს უკეთესია. ბევრად და ამიტომ რო არ დავკარგო ის რაღაცა სუნები, თან ვიცი გასინჯული მაქვს და ვიცი რომ ამაში ბევრად უფრო საინტერესო. ესეც გაითვალისწინეთ, ბანამ ვიდეოს ნაწილი გამოვა ესეც, რომ არ უნდა რა ამას კოპიტა რა, მართლა აცეტონად მოგეჩვენება, ყველა ბურბონი ერთნაირად მოგეჩვენება კოპიტაში რა. კაი, დავიწყოთ single barrel-ით, რომელიც არის 46.5 გრადუსი. უი, რა кайტ კბილია. დახვეწილი ბურბონია ძალიან კრემია. კი, კრემი არის ძალიან, კარამელი კრემია. კარაკი უსვია პირდაპირ დამდნარი, კარგი ღვენთავს, ისეთი კარაკიანია რა. აი, კარაკენ კრემი როა, ზედმეტად სუხეროა, ხო ის გაგეგლისება და თანკს იამონებს, არ ვარქს იამონებს და ეგეთი. მოკლედ ეს ბურბონი ერთ ჭიქაზე მეტი არ უნდა დალიოდა, მაგრამ მოგეწონება რა. ხო. აი ახლა გეუბნები, აი 2-3 პორცია რო დალიო, აი უკვე ყელში გადგას ხოლმე და ამოგდის რა. ხო. პირველი პორცია ძალიან გემრიელია ხოლმე რა. რავი, რაც ჩამოთვალეთ ეგ არის ახლა ბურბონი დაძველებული არის უხმარ-მუხის კასრებში და დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ხოლმე. არა, უბრალოდ ამ შედარებით ერთფეროვნებაში კარგი და ცუდი ხარისხი და კარგი ცუდი ბალანსია ხოლმე. ეგ არის და ეგ თორე. არა, ყველაფერი ცოტა ჭვავის იმჟავეთ იგრძნობა და ალბათ გარეულიც ექნება, მე არ ვიცი ხა პროცენტები. არა, პროცენტულობით ყველა ბურბონში არის რაღაცა პროცენტი. დაბალი პროცენტი ჭვავით არის ხოლმე ცოტა და რაღაცა უფრო უმეტესი ნაწილი სიმინდი არის ხოლმე, თავიანთი წითელი სიმინდი რა ქვია. რა მე ხედავ, ნუ რაღაცა რავი, არ ვერ ვგზნო, რავი, მსხალი თუ ატამი? ქლიავის ჭირი. რაღაცა თითქოს, ხო. მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად შეფუთულია, აი ამ კარაქიან კრემში, აი ვანილში, ვანილი ხო, კრემს ხო, ვანილი თეთრ კრემზე მაგლაპარაკი, ვანილის კრემზე მაგლაპარაკი, ოღონდ ბევრი კარაქი რო უქნათ და რაღაცა აი მაგაში იმდენად არის შეფუთული, რომ აღარ იმაშვება რა, აი ცხელი, კარგი ცხელი პონჩიკი რო გახლიჩო ესე და გადამოიღურება ეს კრემი შიგნით ხო ცხელი როა და იღურება ეს კრემი და აი იმ გადმოღურილ კრემს რო აი მე არ დავკარგო ძალიან სკელი კრემი როა და მოდის მე რა აი მე არ დავკარგო და ეს რო შეუშვერ და რო ატლიკავ აეგეთი სუნია ძალიან სასიამოვნო რა ეს არის ჩემი აზრით კაი აბა ახლა ვნახოთ კორენჯის ყველაზე პრემიუმ ბოთლი გოლდი თან კასრის სიძლიერე 56 და რამდენი იყო 40 რაღაცა 41 და 5. ხა. აბა. უი, რამხელას ხოვობაა ეს არ არის ეგეთ კბილი და კრემი. ხო, ეს ცოტა სიმჟავის კრემია. ამას სიმჟავი აქვს უფრო მეტი. ჭვავი აქვს ეთყობა უფრო მეტი. შეიძლება. და ჩავარდნილია უფრო ის უფრო მომეწონა. უფრო დახვეწილი ცხვირია თითქოს ამას, ეს უფრო წაუუხეშებს, მაგრამ რაც ვიგრძენი ეს უფრო მომწონს და. მე ეს უფრო მომწონს ბიჭო. რავი აბა. ხო, მეც.
იცი რა ეს ცუდი კი არა, კარგი, ესეც ძალიან დახვეწილი და დარბილებული და საკმაოდ კარგად დამრგვალებულია. დამრგვალებას რაც შეეხება და ბალანს, ამას ჯობია მაგით. მაგრამ ეს ბალანსი ერთია, მაგრამ აი რას გრძნობ? ცივი ჩეფირი ვიგრძენი ახლა ამაში, ცივი. ხო და მენთოლი ცოტა. ანუ უფრო არა ბურბონულია, უფრო დახვეწილი ბურბონია. ის აიმინე ბურბონია რა. აი, კარგი, სუყე ბურბონია და ეს ცოტა რაღაცა გადაუხვია ბურბონს რაღაც სხვა ისა. შეიძლება იმიტომაც ითვლება, რომ უფრო ისე რომ სხვანაირობა. აი ნახე, იმ რაღაც ჩარჩოებს რაც წეღამ თქვით, აი ეს ცდება გამოვარდნილია. უფრო გამოვარდნილი ძალიან არა. ვიდრე ეს იმ ჩარჩოებშია, ოღონ კარგია. სუპერია რა. კაი, გავხსენე. რა წამოვიდა ბიჭო, კაი სიმჟავეები აქვს ამას რაღაცები. ნახე აი ხილები თუ რამეს ვიპოვით, იქ თუ რაღაცა მსხალი ვახსენე და რაღაცა აქ უფრო კენკროვანია. ხო, ანუ ფაქტია რომ სიმჟავე, კენკროვანები სიმჟავე. ჩემი აზრი არის, მაგრამ ანუ ალბათ ამაში თუ არის ყველაზე პროცენტულობა იმისი სიმინდის 80-85%, ამაში შეიძლება იყოს 51-52 ან 60 არა და უფრო მეტი არის ქერიც და ჭვავიც, იმიტომ რომ სიმჟავე მოდის, ჭვავის სიმჟავე მოდის. ეჯობია. ხო და ამაში ჭვავის სიმჟავე მოდის. რაღაცა ცოტა იმასთან აქეთასთან შედარებით რაღაცა ცოტა შოტლანდიურსაც გავს რა. იმიტომ რომ მრავალფეროვანია. ქერიც არის შიგნით დიდი პროცენტულობით. მრავალფეროვნება მეტი აქვს რა. ნახე კიდე რაღაცებს იპოვი იქ რაღაცა. რო დაფიქრდეთ, უფრო საინტერესო ტიპია რა და ეს მარტივი ტიპია. კარგი, ტკბილი, მაგრამ მარტივი ტიპია რა. ესეც გამჟავო, ეხა ცხვირი უკვე ძალიან აგვერია, ამდენიც არ შეუძლიათ ჩვენს რეცეპტორებს. მოდი მაშინ გავსინჯოთ. დავიწყოთ დაბალ გრადუსიანი, ხო? Single barrel. ბურბონია. ხო თქვი. ბურბონია რა. ცხარეა ხო? ბიჭო, ხომ არ კაი ბურბონია. კაი ბურბონია რა. ძალიან კარგი ბურბონია რა. ცხარე არის ხო და ცოტა მე ჩვენ ისაქნა იცი ეს სიცხარე მე უცნაურა. ხო. დიდად ყოველ ბურბონში ეს სიცხარე არ შემხვედრია. სიმწარე კი. ოღონ სითქმოს ძალიან ტკბილი და სიმწარეში გადადის ხოლმე რაღაცნაირი სიმწარე. აი ეგ ბურბონებს ახასიათებს, მაგრამ აქ ეგეთი სიმწარე არ არის. არა, უფრო სიცხარე იყო. რა საინტერესო, საიდან გაჩიტა ეს სიცხარე, რომელიც ჯობია რა თქმა უნდა უხდება იმ სიმწარეს. არა, ძალიან, მოკლედ ბურბონია, ოღონდ ძალიან დახვეწილი და ძალიან მართლა ესეთი პრემიალური რა. ხო, ძალიან დახვეწილია რა. სუპერ. ძალიან კაი ბურბონია. ეხა წააგ. ეხლა გამიშთა ენაზე ცოტა ის სიტყვა რაც სხურზე ქონდა. სადღაც შორს. მოკლედ წეღან კრემი ხომ გადმომესხა და ლოკალური მარტო კრემს რა. ხო და ეხა ის მიმწვარი პონჩიკი ჩავკუჭე. კარგად მიმწვარი ხო და აი დარიჩინის კერა და რაღაცაი ცომ პონჩიკის ცომს რო რაღაცეები აქვს რა, კიდე რაღაცებს შაქრები და რაღაცები პუდრა ხო აქვს. დარიჩინი კი ვიგზენე. ცოტა სიმწარეს იმაშება ხოლმე. რომ რაღაცა მოახოლმე რა და ის კრემთან ერთად ეხა ის მივაკბიჩე რა ის ცომი. ოდნავ მიმწვარია უბრალოდ, მაგრამ კარგად არის მიმწვარი რა. აი ეგეთი ვისკია რა, როგორღაც ახსენე მე მგონი. აი. გოლდი. დავაი მე. ნახოთ. ასრის სიძლიერის ხელით შერჩეული ხო არ გასოს რამდენად ძვირია იმაზე. ესე ფასები არ მახსოვს, მაგრამ ერთი 4 ჯერ მაინც ძვირია რა. მართლა იქნება ამდენჯერ. ამაზე. არა, პირველზე ამბობ ხო? 60 ევროიანზე რა. ოკეი. არა, ეს პირველ საინტერესოა გასო. ეს საინტერესო დახვეწილი კომპლექსური. არა, ეს ცნება ბურბონის ჩარჩოებს და მაგით ძალიან ფასობს. აუ რა სიმშრალი აქვს. ესეთი სიმშრალი არ ქონდა იმას. სიმშრალი კი არა. გრადუსით რამდენად მეტია იმაზე და მარიტყობა. უფრო რბილია. გამოვლების დროს გასვლებით რბილია. უფრო რბილია და კომშები წამოვიდა სიმშრალის გამო. აი ძალიან კომში წამოვიდა. ეს კაია. აუ ეს ძალიან გემრიელი. ეს აი როგორც ცხვირზე სხვანაირი იყო, გემოზე სხვანაირია. კომში წამოვიდა მშრალი, გამომცხვარიც. აუ რაღაცნაირია, კიდე რეები აქვს. ძალიან გემრიელია. კი. შვენიერია, ძალიან გემრიელი ვისკი არის ეს მეორე, იმიტომაც ის ძალიან ძვირი, მაგრამ ნუ რა ვიცი, ვისაც აი თუ კი ბურბონი რაღაცით მაინც გიზიდავ და გიყვართ ხო, აი ეს იქნება თქვენი 60 რა. აი ჩვენც კი წარმოიდგინე ხა ბურბონზე როგორ ძალიან რაღაცნაირად დამოკიდებული ხალხი. აგვაქვს ფრთოვანა ორივე. მართლა ძვირია, მაგრამ ძალიან კლასნია. უფ. აუ, ფინიში ნახე რა, არ დამთავრდა არასოდეს. კაია, ძალიან მშრალია, ვაფშე გამომიშრო, საერთოდ გამომიშრო, ვაფშე სულ. რაღაცა ხო, რაღაცნაირი ნამცხვარი. ყველაფერი, აი ისიც ამაში რაც იყო, ეგენიც აქვს.
პლუს კომში სიმშრალე დაემატა, უფრო კარგი ბალანსი დაემატა. აი რაღაცა იმისი რა ქვია პეროგი როგორ არის ვაშლის პეროგი ღვეზელი ღვეზელზე ვიცი ხორცის ღვეზელი ხო არ ვიცი ალბათ ღვეზელი აი რაღაცა ბევრი ნამცხროვანი რაღაცეები და ძალიან მშრალი და ძალიან კარგია და უზარმაზარი ფინიშია ეხლაც მაქვს ხოჭა ხრავი არ კიდე სინჯაო ეს კიდე უფრო გატყობა ახლა ხო იმის მერე კიდე უფრო გატყობა ორივე ძალიან კარგია ხალხო რა ფასის მიხედვით რა ვიცი თუ შეწდები და თუ ბურბონი რაღაცით მაინც გიზიდავთ თუ კი ან თუნდაც ძალიან სკეპტიკურად ხართ გაწყობილი ბურბონის მიმართ აი ჩემი რჩევა იქნება რა ვიცი რომ ცადოთ მართალია ცოტა მეტი გალახთა მოგიწევთ თუ არ გენანებათ ცადოთ და შეიძლება ცოტა აზრი შეგეცვალოთ ბურბონზე და არ გეგონოთ ბურბონი ის მარტო რაღაცა ჩვენთან რო 40 ლარად რაღაც ბურბონები იყიდება ცარიელი სპირტი მაშინ გასარევი რა ქვია რაღაცებში გასარევი საკოქტეილი მასალა რაღაც მარტო ეგ ხო არ არის კარგი ბურბონებიც და მათ შორის ერთ-ერთი პრემიალური ეს და მადლობა ამ ბოთლების პატრონს ჟაკშისთვის ბატონ ჟაკს იმისთვის რომ მოგცა საშუალება ის ჟაკ კი არ არის ოღონდ პრეზიდენტი იცის ვინც არის თვითონაც მიხვდება თქვენც მიხვდებით ჯგუფში ვინც ხარ და იცნობ კარგი ეგ არის და ეგ არის გამოიწერეთ არხი, გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი. თუ გინდათ რომ ნახოთ როგორ ლაპარაკობ ბურბონზე კარგს.